მოდის ამ და მომდენო ეპიზოდების განმავლობაში ვიწყებ ციკლს სახელწოდებით რა უნდა იცოდე. ეს ერთგვარი ენციკლოპედიური მიდგომაა და თუ თქვენი აქტიურობა იქნება კომენტარებისა და ყურებადობის სახით მომავალშიც გავაგრძელებ მსგავსი თემატიკის ეპიზოდების მომზადებას. ამ ვიდეოში ვისაუბრებ შემდეგ საკითხებზე. ჩვენი სამყაროს მომავალი, ბერძნული ღმერთების ოჯახი, რა დაემართება დედამიწას მთვარე რომ განადგურდეს, რა დაგვემართება თუ მზე გაქრება. რამდენი ადამიანი ემსხვერპლა მეორე მსოფლიო ომს, ოლიმპიადის ისტორია, დრაკულა ლეგენდებს მიღმა, ჩაქმულის ქანდაკებები, ლეშანის გიგანტური ბუდა და ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში. ჩამონათვალი საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანია. დავიწყოთ ჩვენი სამყაროს მომავლის მეცნიერული ხედვით. ჩვენი სამყაროს მომავალი, დეგენერაციული ერა. დიდი აფეთქებიდან 100 ტრილიონი წლის შემდეგ ამ სამყაროში არსებულ თითოეულ გალაქტიკაში, მათ შორის ცხადია ჩვენს გალაქტიკაშიც, შეწყდება ახალი ვარსკვლავების დაბადება და აქედან გამომდინარე სამყაროში დაიწყება დეგენერაციული ერა. იმ პერიოდში უკვე არსებული ვარსკვლავები კიდევ დიდხანს იარსებებს, მანამ სანამ ბოლოს ისინი შეწყვეტს აქტივობას. ამგვარად ჩვენ ცივილიზაციას საარსებოდ აქვს მინიმუმ 100 ტრილიონი წელი. 4,5 მილიარდ წელიწადში ქრისტეს შობიდან მოხდება ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის და ჩვენი უახლოესი გალაქტიკის, ანდრომედას შერწყმა და ერთიანი გალაქტიკის წარმოქმნა, რომელშიც 1 ტრილიონზე მეტი ვარსკვლავი იქნება. უკიდურესად შორეულ მომავალში ეს გიგანტური ელიფსური გალაქტიკა, მილკომედა, შეიძლება კიდევ შეერწყას სხვა მცირე, საშუალო ან დიდ გალაქტიკებს. მაგრამ დაბუშვად აღარ მოხდეს მეტ გალაქტიკასთან შერწყმა. დაბუშვად ეს ყველაზე პესიმისტური ვარიანტი. ისმის კითხვა, როგორი იქნება მილკომედას, ჩვენი ახალი გალაქტიკის მომავალი, რომელსაც მინიმუმ 1 ტრილიონი ვარსკვლავი ექნება წარმოქმნის შემდეგ. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭირო ვიცოდეთ, როგორი ტიპის, როგორი მახასიათებლების ვარსკვლავებისგან შედგება გალაქტიკები და როგორია თითოეულ გალაქტიკაში სხვადასხვა ტიპის ვარსკვლავთა პროცენტული შემადგენლობა. აღსანიშნავია, რომ თითოეულ გალაქტიკაში ვარსკვლავთა ტიპების პროცენტული შემადგენლობა ზოგადად ერთნაირია. ვარსკვლავების კლასები ყველაზე ცხელიდან ყველაზე გრილამდე ჩვეულებრივ აღინიშნება ასოებით O, B, A, F, G, K და M. თითოეული ეს სპექტრული კლასი შეესაბამება ზედაპირის ტემპერატურისა და ფერების დიაპაზონს. O ტიპის ვარსკვლავები არის ყველაზე ცხელი და ცისფერი, ხოლო M ტიპის ვარსკვლავები არის ყველაზე გრილი და წითელი. გთავაზობთ MK სისტემაზე დაფუძნებული ვარსკვლავთა კლასების მოკლე მიმოხილვას. O ტიპის ვარსკვლავები ძალიან ცხელი და ლურჯი ვარსკვლავებია. მათი ზედაპირის ტემპერატურა 30 მილიონ ცელსიუსზე უფრო დიდია. შეიძლება იყოს ჩვენს მზეზე 10-ობით ან 100-ობით უფრო დიდიც. ასეთი ვარსკვლავების რაოდენობა სამყაროში და ზოგადად თითოეულ გალაქტიკაში ვარსკვლავთა საერთო რაოდენობის 0.00003%-ზე უფრო ნაკლებია. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ რამდენიმე მილიონი წელია. ისინი სიცოცხლეს ამთავრებენ სანახაობრივი სუპერნოვას აფეთქებით და შემდეგ გარდაიქმნებიან ნეიტრონულ ვარსკვლავად ან შავხრელად. თავად ნეიტრონული ვარსკვლავის სიცოცხლის ხანგრძლივობა პირველ რიგში განისაზღვრება მისი გაგრილების სიჩქარით. თავდაპირველად ნეიტრონული ვარსკვლავები უკიდურესად ცხელია მათი წარმოქმნის დროს, გამოთავისუფლებული ენერგიის გამო, რაც მოიცავს ვარსკვლავის მასიური ბირთვის ნეიტრონულ ვარსკვლავად დაშლას. დროთა განმავლობაში ეს სიცხე იკლებს და ის თანდათან ცივდება და ბნელდება. ნეიტრონული ვარსკვლავის გაგრილების პროცესი ნელია და მათ შეუძლია გამოასხივონ რადიაცია მილიარდობით წლის განმავლობაში. თუმცა გაციებისას ისინი გარდაიქმნებიან საბოლოოდ ეგრეთ წოდებულ შავ ჯუჯა ვარსკვლავებად, რომლებიც არსებითად ყოფილი აქტიური ვარსკვლავების ცივი არააქტიური ნარჩენებია. ნეიტრონული ვარსკვლავები პოტენციურად შეიძლება არსებობდნენ წარმოუდგენლად დიდი ხნის განმავლობაში, შესაძლოა 100-ობით მილიარდი ან ტრილიონობით წლის განმავლობაში, სანამ საბოლოოდ სრულად არ გაცივდებიან და გახდებიან შავი ჯუჯები.
B ტიპის ვარსკვლავები ცხელი, ლურჯ თეთრი ვარსკვლავებია. მათი ზედაპირის ტემპერატურა 10 მილიონიდან 30 მილიონ ცელსიუსამდე მერყეობს. შეიძლება იყოს ჩვენს მზეზე რამდენჯერმე უფრო დიდი. ასეთი ვარსკვლავების რაოდენობა სამყაროში და ზოგადად თითოეულ გალაქტიკაში ვარსკვლავთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 0.13%-ია. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ რამდენიმე ათეული მილიონი წელია. ასეთი ვარსკვლავები საბოლოოდ ამოწურავენ საკუთარ ბირთვულ საწვავს და შესაძლოა დაასრულონ სიცოცხლე სუპერნოვას აფეთქებით და შემდეგ გარდაიქმნან ნეიტრონულ ვარსკვლავად ან შავხრელად. A ტიპის ვარსკვლავები თეთრი ვარსკვლავებია. მათი ზედაპირის ტემპერატურა 7.5 მილიონიდან 10 მილიონ ცელსიუსამდე მერყეობს. შეიძლება იყოს ჩვენს მზეზე მცირედით უფრო დიდი. ასეთი ვარსკვლავების რაოდენობა სამყაროში და ზოგადად თითოეულ გალაქტიკაში ვარსკვლავთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 0.6%-ია. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე ასეული მილიონი წლიდან რამდენიმე მილიარდ წლამდე მერყეობს. A ტიპის ვარსკვლავები საბოლოოდ გარდაიქმნებიან თეთრ ჯუჯებად. მას შემდეგ, რაც მათი გარეშრეები პლანეტარული ნისლეულის სახით გამოიდევნება. თეთრი ჯუჯები წარმოუდგენლად მკვრივი ობიექტებია, დაახლოებით ჩვენი მზის მასის არიან, მაგრამ დაახლოებით დედამიწის ზომის. თეთრ ჯუჯებს დროთა განმავლობაში აკლდებათ სიმხურვალე, მათი შენახული თერმული ენერგიის გამოსხივების გამო. თავდაპირველად ისინი ძალიან ცხელია, მაგრამ თანდათანობით გაცივდებიან ასობით მილიარდი და ტრილიონობით წლის განმავლობაში. მის მიუხედავად, რომ სიცოცხლის ზუსტი ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდუალური თეთრი ჯუჯის მასის მიხედვით, თეორიული მოდელები ვარაუდობს, რომ მათ შეიძლება იარსებონ ტრილიონობით წლის განმავლობაში. საბოლოოდ ფიქრობენ, რომ ისინი მთლიანად გაცივდებიან და გახდებიან შავი ჯუჯები, რომლებიც არსებითად ყოფილ დიდებულ ვარსკვლავთა ცივი და ბნელი ნარჩენები იქნება. ამგვარად შავი ჯუჯა არის თეორიული ვარსკვლავური ნარჩენი, რომელიც გაცივდება იმ დონემდე, რომ აღარ გამოასხივებს მნიშვნელოვან სითბოს და სინათლეს. ეს არსებითად იქნება სივრცეში მცურავი ცივი და ბნელი ობიექტი. F ტიპის ვარსკვლავები თეთრ ყვითელი ვარსკვლავებია. მათი ზედაპირის ტემპერატურა 6 მილიონიდან 7.5 მილიონ გრადუს ცელსიუსამდე მერყეობს. შეიძლება იყოს ჩვენს მზეზე მცირედით უფრო დიდი, ან მისი ტოლი. კონკრეტულად ასეთი ვარსკვლავების რაოდენობა სამყაროში და ზოგადად თითოეულ გალაქტიკაში ვარსკვლავთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 3%-ია. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე მილიარდი წელია. F ტიპის ვარსკვლავები წითელი გიგანტის ფაზის გავლის შემდეგ თეთრ ჯუჯებად გარდაიქმნებიან. G ტიპის ვარსკვლავები ყვითელი ვარსკვლავებია, როგორც ჩვენი მზე. მათი ზედაპირის ტემპერატურა 5.2 მილიონიდან 6 მილიონ ცელსიუსამდე მერყეობს. ზომით ჩვენი მზის ტოლი არიან. G ტიპის ვარსკვლავების საერთო რაოდენობა სამყაროში და ზოგადად თითოეულ გალაქტიკაში ვარსკვლავთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 7.6%-ია. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 მილიარდი წელია. G ტიპის ვარსკვლავები, მათ შორის ჩვენი მზე, საბოლოოდ გაფართოვდებიან წითელ გიგანტებად, შემდეგ კი გარე ფენებს ჩამოყრიან პლანეტარული ნისლეულების წარმოქმნით. ბირთვი დაიშლება და თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი წარმოიქმნება. K ტიპის ვარსკვლავები ნარინჯისფერი ვარსკვლავებია. მათი ზედაპირის ტემპერატურა 3.7 მილიონიდან 5.2 მილიონ ცელსიუსამდე მერყეობს. ზომით ჩვენს მზეზე პატარები არიან. K ტიპის ვარსკვლავების საერთო რაოდენობა სამყაროში და ზოგადად თითოეულ გალაქტიკაში ვარსკვლავთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 12.6%-ია. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა მრავალი ათეული მილიარდი წელია. K ტიპის ვარსკვლავები ჯერ გარდაიქმნებიან წითელ გიგანტებად და შემდეგ ეს წითელი გიგანტები გარდაიქმნებიან თეთრ ჯუჯებად. M ტიპის ვარსკვლავები გრილი, წითელი ვარსკვლავებია. მათი ზედაპირის ტემპერატურა 3.7 მილიონ ცელსიუსზე ნაკლებია. ზომით ჩვენს მზეზე უფრო პატარები და ცივები არიან. M ტიპის ვარსკვლავების საერთო რაოდენობა სამყაროში და ზოგადად თითოეულ გალაქტიკაში ვარსკვლავთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 76 ან 76.5%-ია.
მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ვარსკვლავთა ტიპებს შორის უდიდესია და გრძელდება მრავალი ასეული მილიარდი წლის განმავლობაში. M ტიპის ვარსკვლავები გარდაიქმნებიან ჯერ წითელ გიგანტებად და შემდეგ თეთრ ჯუჯებად. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ მრავალი ასეული ტრილიონი წლის შემდეგ ჩვენი სამყარო, მათ შორის ჩვენი galaktika გახდება სრულიად ბნელი, ასევე გამოყენებადი მარგი ენერგიისგან ღარიბი. ცივილიზაციის სამუდამო არსებობა ასეთ სამყაროში, როგორც ჩვენია, მხოლოდ ერთი გზითაა შესაძლებელი. ცივილიზაციამ უნდა მიაგნოს დროში მოგზაურობის, კერძოდ წარსულში მოგზაურობის გზას და გაიაროს ეს გზა უსასრულოდ ბევრჯერ. კერძოდ, სამყაროს ყოველი დაბერებისა და დეგენერაციული ერის დადგომის შემდეგ უნდა დაბრუნდეს რამდენიმე ასეული მილიარდი წლით უკან, წარსულში. ამგვარად მოიგოს დრო, გაიაროს ეს პერიოდი, კვლავ იქამდე, სანამ სამყარო ისევ არ დაბერდება და დადგება დეგენერაციული ერა. შემდეგ ისევ დაბრუნდეს, თუნდაც ტრილიონობით წლით უკან, წარსულში და კვლავ გაიაროს ეს დრო და ასე გააგრძელოს ისევ და ისევ, სამუდამოდ. სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი სახის, დღეს უკვე არსებული თუ მომავალში წარმოქმნილი ინტელექტუალური ცივილიზაცია ამ სამყაროს დაბერებასთან და ენტროპირებასთან ერთად გარანტირებულად განწირულია განადგურებისთვის. ბერძნული ღმერთების ოჯახი. ძველ ბერძნებს მრავალი ღმერთი სწამდათ. თითოეული ღმერთი ცხოვრების ერთ, რომელიმე ან რამდენიმე ასპექტს განაგებდა. ბერძნები თვლიდნენ, რომ 12 ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი ოლიმპოს მთაზე ცხოვრობდა. ამიტომ უწოდებდნენ 12 ოლიმპიელს. ღმერთების ოჯახის თითოეული წევრისათვის ბერძნებმა არაერთი ულამაზესი ტაძარი ააგეს. წავიდა ჩამონათვალი. ზევსი. ზევსი კრონოსისა და რიას ვაჟი და ღმერთების მბრძანებელი გახლდათ. მას ხელთ ეპყრა ელვის ისრები, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ზევსი ღმერთებს შორის უძლიერესი იყო. ჰერა. ჰერა ზევსის და, ასევე ცოლი და ოლიმპოს ბინადართა დედოფალი იყო. ის პატარძლების მფარველად მიიჩნეოდა და მისი სიმბოლო მამალი ფარშევანგი გახლდათ. ზევსს სხვა ცოლების ჰყავდა, ასევე სხვა ქალებთანაც ერთობოდა, მათ შორის მოკვდავებთან და მრავალი ღმერთისა და ქალღმერთის მამად გვევლინებოდა. არესი. არესი ომის ღმერთი, ზევსისა და ჰერას ვაჟი იყო. ცნობილი გახლდათ თავისი სისხლის მსმელობით და ომის სიყვარულით. მისი სიმბოლოებია მუზარადი და სვავი. არტემიდე. ნადირობისა და მთვარის ქალღმერთი, ზევსისა და ლეტოს ქალიშვილი. მისი სიმბოლოები იყო მშვილდი და ირემი. ჰერმესი. ჰერმესი იყო ღმერთების მაცნე. აქ ჰქონდა მოკვდავთა ამბავი და მდგომარეობა და აცნობებდა ღმერთებს. ზევსისა და მაიას ვაჟი. იგი კვერთხს ატარებდა, ქუსლებზე ფრთები ჰქონდა, თავზე კი ფართო ფარფლიანი ქუდი ეხურა. ჰესტია. ჰესტია ოჯახის კერიის ქალღმერთი იყო, კრონოსისა და რეას ქალიშვილი. ზევსის და, მისი სიმბოლო ბუხარი იყო. ის იყო ოჯახური სიმშვიდის და ბედნიერების, გამრავლებისა და ჯანმრთელობის მფარველი. პოსეიდონი. პოსეიდონი ზღვისა და მიწისძვრის ღმერთი იყო, ზევსის ძმა. მისი სიმბოლო იყო ცხენი. პოსეიდონი სამკაპა შუბს ატარებდა და ყველანაირი ოკეანის და ზღვის არსებათა მბრძანებელი გახლდათ. ის იწვევდა ზღვების აღლევებას ან დამშვიდებას. ათენა. ათენა სებრძნის ქალღმერთია, ზევსისა და მეტიდას ქალიშვილი. ის იყო მამაცი მეომარი ქალი, რომელსაც მუზარადით, ფარითა და შუბებით გამოხატავდნენ. ჰეფესტო. ჰეფესტო ცეცხლისა და მჭედლობის ღმერთი იყო. ზევსისა და ჰერას ვაჟი. იგი საუკეთესოთა შორის საუკეთესო მჭედელი გახლდათ და აქედან გამომდინარე მის სიმბოლოდ გრდემლი ითვლებოდა. დემეტრა. დემეტრა იყო მოსავლის ქალღმერთი, კრონოსისა და რიას ქალიშვილი. ზევსის და, მას ტრადიციულად ხორბლის კონით ხელში გამოხატავდნენ. აპოლონი.
აპოლონის სინათლისა და მუსიკის ღმერთი იყო, ზევსისა და ლეტოს ვაჟი. იგი გამოისახებოდა გედებ-შებუმულ ეტლში, მჯდარი და ხელთქნარი ეპყრა. ზოგჯერ კი გამოისახებოდა მშვილდით ხელში, როგორც მზის სხივის ისრით მტყორცნელი. და ბოლოს, აფროდიტე. აფროდიტე სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი გახლდათ. ზევსისა და დიონეს ქალიშვილი. ბერძნები მიიჩნევდნენ, რომ აფროდიტე ზღვიდან იშვა, თავად ზღვამშობა. რა დაემართება დედამიწას მთვარე რომ განადგურდეს? რა მოხდება, რომ ერთხელაც მთვარე უბრალოდ გაქრეს? ჩვენ შეიძლება გავაკეთოთ ეს ჰიპოთეტური დაშვება. დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ დედამიწას შეეჯახა ძალიან დიდი ციური სხეული, რომელიც დაახლოებით მარსის ზომის იყო. ამ სხეულს მეცნიერებმა თაია უწოდეს. დაჯახებისას თაიამ დედამიწას თავისი დიდი ნაწილი უბრალოდ მოწყვიტა. ამ ნაწილმა კი მოძრაობა გააგრძელა დედამიწის გარშემო და მის ბუნებრივ თანამგზავრად ჩამოყალიბდა, რომელსაც მთვარეს ვუწოდებთ. სწორედ ამის შემდეგ წარმოიქმნა სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე. სწორედ მთვარე მიენიჭა დედამიწას ის პირობები, რაც აუცილებელია სიცოცხლის დიდი მრავალფეროვნების განვითარებისთვის. მხოლოდ მთვარე შეუძლია ისევ წაართვას სიცოცხლე დედამიწას. მისი გაუჩინარების შემთხვევაში, რაც ჩვენ გველის იმას მხოლოდ ერთი სიტყვა შეიძლება ეწოდოს: საშინელება, სამყაროს აღსასრული, აპოკალიფსი. საქმე იმაშია, რომ მთვარე ახდენს უდიდეს გავლენას ოკეანეებზე. მისი დედამიწის გარშემო მოძრაობის დროს თავისკენ იზიდავს წყლის მასებს და წარმოქმნის ოკეანეებისა და ზღვების მიქცევა-მოქცევას. მთვარის გარდა მზეც მოქმედებს დედამიწაზე, არსებულ ოკეანეებზე, თავისი გრავიტაციით. მთვარე რომ არ იყოს მთელი დედამიწის წყლის საფარი მზის გრავიტაციის კონტროლქვეშ მოექცეოდა, ეს კი საშინელ შედეგებამდე მიგვიყვანდა. მთვარის გაქრობის პირველი ეფექტი ის იქნებოდა, რომ საწყის პერიოდში წარმოიქმნებოდა უდიდესი ცუნამები. წყლები იმდენად აიზვირთებოდა, რომ მთელი პლანეტის ხმელეთს დაფარავდა. ეს იქნებოდა კაცობრიობის აღსასრულის დასაწყისი. თუმცა გლობალური აღსასრული სიცოცხლისა მოვიდოდა არე ოკეანიდან, მთვარის გაქრობის შემდგომ წარმოქმნილი გიგანტური ცუნამების შემდეგ ოკეანეები დაწყნარდებიან, დედამიწა კი მთლიანად გადავა მზის გრავიტაციული კონტროლის ქვეშ. ეს მიგვიყვანს კლიმატის მკვეთრ ცვლილებამდე. აღარ იქნება არანაირი წელიწადის დროები, დაიწყება ტემპერატურის ცვლილებები. მაგალითად, მარსზე დღის განმავლობაში ტემპერატურა 27 გრადუსს აღწევს, ხოლო ღამით -50 გრადუსს. ჩვენ შემთხვევაშიც დაახლოებით იგივე შედეგები იქნება. გლობალური დათბობა ბავშვურ თამაშად მოგვეჩვენება ამ პრობლემებთან შედარებით. ყველაფრის მიუხედავად, სავარაუდოა, რომ ადამიანების გარკვეული რაოდენობა გადარჩება. დღეს უკვე საკმარისად განვითარებული ტექნოლოგიების წყალობით. ისინი დაიწყებენ ახალი გარემო პირობებისადმი შეგუებას, მაგრამ თითქმის განადგურდება სიცოცხლე ოკეანეებში. მთვარის გარეშე თევზები და სხვა წყლის ბინადრები ვერ იარსებებენ. სწორედ ის უწყობს ხელს ოკეანეში სიცოცხლის არსებობას. ოკეანეების დღევანდელი ბინადარი სახეობების უდიდესი უმრავლესობა გაქრება. მხოლოდ უმცირესი ნაწილი გადარჩება და ამ გადარჩენითაგან შესაძლოა წარმოიქმნას სხვა სიცოცხლის ფორმები მილიონობით წლის განმავლობაში. და მაინც, რამდენად რეალურია ეს ჰიპოთეტური მსჯელობა მთვარის გაქრობასთან დაკავშირებით? როგორ შეიძლება დაიღუპოს მთვარე? შესაძლებელია, რომ ის აფეთქდეს. თუ ის ამ აფეთქების შედეგად დაიშლება, ნაწილებად ჩვენი პლანეტისგან არაფერი დარჩება. ეს ნაწილები დაეშვებიან დედამიწაზე და გაანადგურებენ ყველაფერს. ეს იქნება მთვარის სეტყვა. რამ შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი თანამგზავრის აფეთქება? შესაძლებელია ჩვენს თანამგზავრს დაეცეს რომელიმე მკვდარი ვარსკვლავის ნამსხვრევი, ან შესაძლოა კაცობრიობამ მიაღწიოს ისეთ განვითარებას, რომ თავად შეძლონ თანამგზავრების ან სხვა ვარსკვლავების აფეთქება და ეს ტექნოლოგია რომელიმე ფსიქოპატ ტერორისტს ჩაუვარდეს ხელთ. ასევე შესაძლებელია, რომ ეს გააკეთონ უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებმა, თუ მათ მტრული მიზნები ექნებათ დედამიწელებისადმი. ამიტომ, როცა ღამისაზე აიხედავთ, იცოდეთ, რომ თქვენ საკუთარი სიცოცხლის გარანტორს უყურებთ, მეგობარს, რომლის გამოც სიცოცხლის წარმოქმნა შესაძლებელი გახდა დედამიწაზე. და რა დაგვემართება თუ მზეც გაქრება? ჰიპოთეტური მსჯელობები ძალიან საინტერესოა მეცნიერებისთვის და ერთ-ერთი ასეთი ჰიპოთეტური დაშვება ის, თუ რა დაემართება დედამიწას თუ ამ წამს მზე უბრალოდ გაქრება. ამ შემთხვევაში გრავიტაცია შეიცვლება მომენტალურად.
თუმცა აინშტაინმა დაამტკიცა, რომ გრავიტაციის და სინათლის სიჩქარე ერთნაირი სისწრაფით ვრცელდება სამყაროში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთელი 8 წუთი გავაგრძელებთ ჩვეულებრივ ცხოვრებას. უკვე გამქრალ მზესაც კი დავინახავთ მთელი 8 წუთის განმავლობაში ცაზე, რადგან 8 წუთი ანდომებს ზუსტად მზიდან სინათლე ჩვენამდე მოღწევას და შესაბამისად სწორედ ამ 8 წუთზეა საუბარი. შემდეგ კი გავაცნობიერებთ, რომ მზე გაქრა. ამ 8 წუთის განმავლობაში დედამიწა იმ წერტილის გარშემო გააგრძელებს ტრიალს, სადაც მზე იმყოფებოდა. მაგრამ შემდეგ ის მოწყდება ორბიტას და სწორ ხაზზე გააგრძელებს კოსმოსში ფრენას და აი ამ დროს დაიწყება დედამიწაზე პანიკა. შეწყდება ფოტოსინთეზის პროცესი და მცენარეთა უმეტესობა რამდენიმე დღეში განადგურდება. ფოტოსინთეზის შეწყვეტა კი გამოიწვევს ჟანგბადის მკვეთრ დეფიციტს და ყოველგვარი აერობული სიცოცხლე გადაშენების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, მათ შორის ჩვენც. თუმცა გადაშენება არ დაიწყება მომენტალურად, ვინაიდან ყველა მცენარეს, ცხოველს, კაცობრიობას საკმარისი ჟანგბადი ექნება ატმოსფეროში იმისთვის, რომ ისუნთქონ ფოტოსინთეზის გარეშეც კი. მომდენო 1000 წლის განმავლობაში ხეები რამდენიმე წელს გაძლებენ. რაც შეეხება მიკროორგანიზმებს, მათ არაფერი ემუქრებათ. ეს ნიშნავს, რომ დედამიწაზე სიცოცხლე ნამდვილად შენარჩუნდება. პირველი კვირის განმავლობაში დედამიწაზე მკვეთრად დავარდება ტემპერატურა და საშუალოდ 0 გრადუსი იქნება ცელსიუსით. არც ისე საშიშად ჟღერს. ასე რომ პირველი რამდენიმე თვე არც ისე ცუდად იქნება ამ მხრივ. მაგრამ მზის გაქრობიდან პირველი წლის თავზე იმდენად აცივდება, რომ თუ გადარჩენა უნდა რაიმე ცოცხალს, მაშინ მიწისქვეშეთში გადანაცვლება მოგვიწევს. რაც უფრო ღრმად ჩავართ მიწისქვეშეთში და შორს ვიქნებით გაყინული ზედაპირიდან, გადარჩენის მეტი შანსები იქნება. ოკეანეები სრულად გაიყინება, ოღონდ მხოლოდ მათი ზედაპირი. რა თქმა უნდა, ყინული ზედაპირზე იქნება ძალიან სქელი, მაგრამ სიღრმეში ოკეანის წყლის უდიდესი ნაწილი თხევადი სახით განაგრძობს არსებობას მილიარდობით წლის განმავლობაში, ვინაიდან დედამიწის ბირთვი კვლავ აქტივობას განაგრძობს ამ დროის მანძილზე და დარჩება ისეთივე ძალიან ცხელი, როგორც ახლაა, დაახლოებით 6 მილიონი გრადუსი ცელსიუსი. მაგრამ რა გველის ადამიანებს? ასტრონომიის პროფესორი ერიკ ბლეკმანი ამტკიცებს, რომ მზის გარეშე შევძლებთ ცხოვრებას, ვინაიდან გამოვიყენებთ ვულკანურ სითბოს, როგორც საცხოვრებელთა გასათბობად, ასევე სხვა მიზნებისთვის. თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ მზე უბრალოდ ჩაქრება და გადაიქცევა შავ ხვრელად, ვინაიდან ამ შემთხვევაში სწორედ ამ შავი ხვრელის გარშემო გააგრძელებს დედამიწა ტრიალს ზუსტად ისევე, როგორც იქამდე. მაგრამ თუ მზე საერთოდ გაქრება, ანიჰილირდება, მაშინ დედამიწა მზის გაქრობიდან 8 წუთში მოწყდება თავის ორბიტას და ის დაიწყებს კოსმოსში მოგზაურობას, რაც ძალიან საშიშია და შესაძლოა ფატალურად დასრულდეს კაცობრიობისთვის. ვინაიდან კოსმოსში მოხეტიალე დედამიწასთან რაიმე უცხო ობიექტის შეჯახებაც კი უზარმაზარ ზიანს მოგვაყენებს. თუმცა ამასაც შესაძლოა გადაბურჩეთ, თუ გვექნება კოსმოსური ობიექტების მოგერიების რაიმე საშუალება და ტექნოლოგია. თუ გამოვრიცხავთ რაიმე დიდ შეჯახებებს, რაც დედამიწას გაანადგურებს, მაშინ მას შეიძლება იმოგზაუროს ღია კოსმოსის დაუსრულებელ სივრცეში, მილიარდობით წლის განმავლობაში, ზედაპირის სრულიად ყინულით დაფარულმა. მაგრამ მისი ოკეანეების სიღრმეში ყინულ ქვეშ სიცოცხლე ისევ იქნება გავრცელებული, მით უმეტეს ბაქტერიული. ისინი უბრალოდ ძალიან კარგად იგრძნობენ თავს, გამრავლდებიან და განაგრძობენ ევოლუციის პროცესს. მრავალი წლის მოგზაურობის შემდეგი შესაძლოა დედამიწამ ჩაუაროს რომელიმე ვარსკვლავს, ისეთ მანძილზე, რომ მის გრავიტაციულ ველში მოექცეს. დაიწყოს ტრიალი, მის გარშემო და დიდი ნაცვლის სითბოთი გაითბოს საკუთარი ოკეანეები. აღადგინოს ფოტოსინთეზის პროცესი და ცხოვრება დაახლოებით იმავე რიტმს დაუბრუნდეს, რაც მზის გაქრობამდე იყო. ჩვენი მზე დაახლოებით 5 მილიარდი წლის შემდეგ განადგურდება. ვარსკვლავის დაბერების პროცესი მას გადააქცევს წითელ გიგანტად და შემდეგ აფეთქდება. ამიტომ კარგი იქნება ვიფიქროთ ისეთი ტექნოლოგიების განვითარებაზე, რაც შესაძლებლობას მოგცემს ხელოვნურად შეიცვალოს ჯერ დედამიწის ორბიტა, ის უფრო და უფრო დავაშოროთ მზეს და ბოლოს საერთოდ მოვწყვიტოთ ხელოვნურად მის ორბიტას და კოსმოსში გავაგრძელოთ ხეტიალი ისე, რომ ჩვენივე პლანეტა გამოვიყენოთ გიგანტურ კოსმოსურ ხომალდად. ვიპოვოთ ახალგაზრდა ვარსკვლავი, რომელსაც აქტივობის სიცოცხლის დიდი დრო აქვს დარჩენილი და მის გარშემო დავაწყებინოთ ბრუნვა ჩვენს პლანეტას. დღეს შეიძლება ეს ჩვენთვის წარმოუდგენლად ჟღერდეს, ვინაიდან ჩვენ კარდაშების სკალის მიხედვით 0 ტიპის ცივილიზაცია ვართ. ანუ ჯერჯერობით თვით განადგურების რეჟიმში მყოფი, მაგრამ როდესაც ვიქნებით ტიპი 2 ან 3, პლანეტის გადაადგილება სრულად შესაძლებელი იქნება, თუნდაც ანტიგრავიტაციული ტექნოლოგიებით.
რამდენი ადამიანი ემსხვერპლა მეორე მსოფლიო ომს? მეორე მსოფლიო ომს ჰქონდა მსოფლიო ომებს შორის უდიდესი მსხვერპლი. მან შეიწირა მაშინდელი მსოფლიო მოსახლეობის 3%. 1940 წლის აღწერით მსოფლიოს მოსახლეობა იყო 2.3 მილიარდი ადამიანი. სულ მეორე მსოფლიო ომმა შეიწირა 70-85 მილიონი ადამიანი. სამხედრო მოქმედებებმა პირდაპირ ბრძოლის ველზევე შეიწირა 50-56 მილიონი ადამიანის სიცოცხლე. როგორც სამხედროები, ასევე სამოქალაქო პირები. ხოლო რაც შეეხება ომისგან გამოწვეულ დაავადებებსა და შიმშილობას, ამ ყველაფრის მსხვერპლი მერყეობს 19-დან 28 მილიონ ადამიანამდე. საშინელი ციფრებია. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული სამოქალაქო პირების რიცხვი მერყეობს 50-დან 55 მილიონამდე. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული სამხედრო პირების რიცხვი კი მერყეობს 21 მილიონიდან 25 მილიონამდე. აქ შედის 5 მილიონი ტყვე, რომელიც ტყვეობაში დაიღუპა. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა 72 სახელმწიფო, რომელშიც ცხოვრობდა დედამიწის მთელი მოსახლეობის 80%. ბრძოლები 1929-45 წლებში მიმდინარეობდა 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე. სოფლიოში ომში ჩართული ქვეყნებიდან შეიარაღებულ ძალებში მობილიზებული იქნა სულ 110 მილიონი ჯარისკაცი. აქედან 62 მილიონი ჯარისკაცი დაიღუპა. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკიდან 27 მილიონი, გერმანიიდან 5.25 მილიონი, პოლონეთიდან 5-6 მილიონი, იუგოსლავიიდან 1.7 მილიონი, იაპონიიდან 1.8 მილიონი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან 318.000, ბრიტანეთიდან 386.000, საფრანგეთიდან 810.000, იტალიიდან 330.000, რუმინეთიდან 378.000, უნგრეთიდან 420.000, ფინეთიდან 84.000. სამხედრო ხარჯები და ზარალი 4 ტრილიონ დოლარში ადგენდა მაშინდელი კურსით. რაც შეეხება საქართველოს, მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა მიიღო მაშინდელი საქართველოს მოსახლეობის 24%-მა. ასეთი მასშტაბის გაწვევა არ ჰქონია გერმანიასაც კი. ყველაზე დიდი მობილიზაციის დროს გაიწვიეს 700.000 ქართველი. აქედან 190.000 სამხედრო პირი დაიღუპა, ხოლო 110.000 სამოქალაქო. ჰიტლერის მხარეს კი იბრძოდა 30.300 ქართველი. მათ შორის იყვნენ როგორც ევროპაში მცხოვრები ქართველების შთამომავლები, რომლებიც 1921 წლის ოკუპაციის დროს აქედან წავიდნენ ემიგრაციაში და ასევე ჰიტლერის მხარეს გადასული საბჭოთა კავშირის მოქალაქე ქართველებიც. ამ ომში დაიღუპა საბჭოთა კავშირის მთელი მოსახლეობის 13.7%. 1990 წელს იქნა რუსეთის მიერ გამოქვეყნებული თუ რამდენი ადამიანი დაიღუპათ ომში. ეს დოკუმენტაცია გასაჯარობდა და ნათელი გახდა, რომ საბჭოეთმა ომში დაკარგა 26.6 მილიონი ადამიანი. აქ შედიოდა 8 მილიონი ადამიანი, რომელიც ომის მიერ გამოწვეულმა შიმშილობამ და დაავადებებმა იმსხვერპლა. ჩინეთის დანაკარგები კი შეადგენდა 20 მილიონ გარდაცვლის და 15 მილიონ დაჭრილს. ოლიმპიადის ისტორია. საუკუნეების განმავლობაში საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში მდგარი ზევსის ქანდაკებისათვის ძღვენი მიჰქონდათ. უკვე ძველი წელთაღრიცხვის მე-8 საუკუნისთვის ოლიმპია საბერძნეთის ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილად ითვლებოდა. აქ ძველი წელთაღრიცხვის 776 წლიდან ტარდებოდა ოლიმპიადები. პირველი ოლიმპიადა სწორედ ძველი წელთაღრიცხვის 776 წელს ჩატარდა. ოლიმპიადები ტარდებოდა ყოველ 4 წელიწადში ერთხელ. ამ რელიგიური დღესასწაულების ნაწილი იყო ეგრეთ წოდებული ოლიმპიური თამაშები. თამაშებში სპორტის მრავალი სახეობა შედიოდა, მათ შორის ხტომა, სირბილი, ბადროსა და შუბის ტყორცნა, ჭიდაობა, კრები და ეტლებით რბოლა. ოლიმპიური თამაშები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ იმ დროს ადგილობრივი ომებიც კი წყდებოდა და მეტოქე ქალაქები ერთმანეთს ბრძოლის ველის მაგივრად სპორტულ მოედნებზე ეჯიბრებოდნენ. თამაშებში მონაწილეობის მიღება მხოლოდ თავისუფალ ბერძენ მოქალაქეებს და არა მონებს შეეძლოთ. სპორტსმენები თამაშებისთვის ბავშვობიდანვე ემზადებოდნენ. გამარჯვებულ ათლეტებს უფლება ჰქონდათ ღმერთებისთვის ქანდაკება მიეწყვნათ. უკანასკნელი ოლიმპიური თამაშების შემდეგ 3000 ასეთი ქანდაკება იდგა წმინდა ადგილზე, რომელსაც ალტის უწოდებდნენ. სწორედ იქ, სადაც ზევსისა და მისი ცოლის
ჰერას ტაძრებიც მდებარეობდა. უკანასკნელი ოლიმპიური თამაშები ახალი წელთაღრიცხვის 393 წელს ჩატარდა და მხოლოდ 1500 წლის შემდეგ განახლდა და თანამედროვე ოლიმპიური თამაშების სახე მიიღო. ოლიმპიურ თამაშებში ბადროს ტყორცნას სირბილი ხტომასთან და შუბის ტყორცნასთან ერთად ქმნიდა პენტატლონს, სპორტის სახეობას, რომელსაც უძლიერესი ათლეტი უნდა გამოევლინა. ეს სახეობა ოლიმპიურ თამაშებში ძველი წელთაღრიცხვის 708 წელს ჩართეს. ათლეტები ერთმანეთს შიშვლები ეჯიბრებოდნენ. დრაკულა ლეგენდებს მიღმა. ვლადისლავ მესამე ცეპეში. ვლად მესამე, იგივე ვლადისლავ ცეპეში, დრაკონის ძედ და სარზე გამსმელად წოდებული ამ ქვეყანას 1431 წელს მოევლინა და დატოვა 1476 წელს. ვლახეთის დიდი მმართველი, ის 1448, 1456, 1462 და 1476 წლებში იყო. დრაკულა ითარგმნება როგორც დრაკონის შვილი ან უმცროსი დრაკონი. მამამისი ვლად მეორე ხომ სწორედ დრაკონად ეწოდებოდა, ვინაიდან ის ელიტური რაინდული დრაკონის ორდენის წევრი იყო. ამ ორდენის წევრებს კი უფლება ჰქონდათ დრაკონის გამოსახულებიანი მედალიონი ეტარებინათ. ვლად მეორე არ დასჯერდა მხოლოდ მედალიონის ტარებას და დრაკოს მონეტებზე და ტაძრებზეც კი გამოსახავდა. სწორედ ამის გამო შეარქვა ხალხმა მას დრაკულ. მისმა შვილმა კი იცხოვრა ისე, რომ მისგან ლეგენდა შეიქმნა და კაცობრიობას არასდროს დაავიწყდება მისი საამაყო სახელი. ყველაფერი მე-14 საუკუნის ბოლოს დაიწყო, როდესაც ოსმალთა სულთნებმა ევროპელებს შეუდიეს და აქტიური ექსპანსია განახორციელეს ბალკანეთის ხალხების მიმართულებით. სისხლს და ისლამის გავრცელებას მოწყურებულმა ოსმალებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიპყრეს ბულგარეთი, სერბეთი და საბერძნეთი. დამპყრობებს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ევროპელების შინააშლილობა და შეუთანხმებლობაც თან დაერთო და ოსმალებს უადვილდებოდათ ბრძოლა დაქსახსულ ქრისტიანებთან. 1454 წელს ვარნასთან ბრძოლაში ევროპელთა კოალიცია დამარცხდა. 1953 წელს კი მეორე რომა წოდებული დიდებული ქალაქი კონსტანტინოპოლი მუსლიმთა ფეხქვეშ განერთხა. ტრაგედია ტრაგედიას მოსდევდა. 1459 წელს სულთნის ჯარებმა სერბეთი დაიკავეს. 1463 წელს კი ბოსნია. 1967 წელს გარდაიცვალა ალბანელი გიორგი კასტრიოტი, რომელიც 24 დამქანცველი წლის განმავლობაში გმირულად იგერიებდა ოსმალთა დაუსრულებელ შემოტევებს. ამ დევგმირის დაღუპვის შემდეგ ოსმალებმა ალბანეთიც დაიპყრეს. ოსმალთა გაბატონება ბალკანეთში უდიდეს საფრთხეს უქმნიდა რეგიონის ეთნო-რელიგიურ სურათს და ადგილობრივ ეთნოსთან სიკვდილს მოასაბებდა. მარტო ერთ დღეში ოსმალებმა მონად გაყიდეს 200,000 სერბი და მათ ადგილას თურქების დასახლებები შექმნეს. მართლმადიდებლური ვლახეთი ნელ-ნელა ემსგავსებოდა ისლამური ოკეანით შემოსაზღვრულ კუნძულს. ასეთ ურთულეს სავალალო ვითარებაში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ოსმალთა წინააღმდეგ ბოლო ფორპოსტად მკრთალ იმედად იქცა პატარა ვლახეთი და მისი დიდი დრაკონი, გოსპოდარი ვლადისლავ მესამე ცეპეში, იგივე ვლად დრაკულა. მან 1458 წელს გაბედული ლაშქრობა წამოიწყო ოსმალთა წინააღმდეგ. ამის პარალელურად ვლადმა დახმარების სათხოვნელად წერილი მისწერა რომის პაპს. სულთანმა საპასუხოდ გადაწყვიტა, რომ ურჩი გოსპოდარი ტახტს ჩამოეშორებინა და მისმაგირად ვლადის უმცროსი ძმა, გამოსვლომებული მოღალატე და მონამორჩილი რადვა ეყვანა. თურქთა სულთანი მეჰმედ მეორე ვლახეთში 120,000-იანი არმიით შეიჭრა. მარტო დარჩენილმა დრაკონმა ქვეყანაში ქუდზე კაცი იხმო და სრული მობილიზაცია გამოაცხადა. ჯარში გამოიძახა ყოველი მამაკაცი 12 წლის ზემოთ, ვისაც ხელში იარაღის უბრალოდ ჭერა მაინც შეეძლო. ევროპის დრაკონი პარტიზანულ ბრძოლებზე გადავიდა. გადაწყდა ახალ ჯვაროსნულ ლაშქრობას ევროპის დიდი დრაკონის ძე ვლადისლავ მესამე ცეპეში ჩადგომოდა სათავეში. გათავისუფლებიდან 2 წლის შემდეგ 1476 წელს ვლადი სათავეში ჩაუდგა უნგრეთის არმიას, რომლის ერთადერთ წმინდა სამართლიანი და უმთავრეს მიზანს ოსმალთა უღლისგან დამონებული ვლახეთის გათავისუფლება წარმოადგენდა. დაცული ისტორიული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ვლადმა გზად ტრანსილვანია გაიარა, სადაც მას ყველგან უდიდესი სიხარულით და პატივისცემით ხვდებოდა მთელი ტრანსილვანიის მოსახლეობა. ხვდებოდნენ როგორც მათ ეროვნულ გმირს.
როგორც ევროპის ჭეშმარიტ მეომარს. და ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც ნაყალბები დოკუმენტის მიხედვით, რამდენიმე წლის წინ თურმე დიდი გოსპოდარი აქ ქრისტიანების სისხლის გუბეებს აყენებდა. დრაკულა ტრიუმფით შევიდა ვლახეთში და შეძლო თავისი სამშობლო მიწიდან ოსმალი დამპყრობლების დროულად განდევნა, მაგრამ იმავე 1466 წელს დაიღუპა. გავრცელებული ვერსიის მიხედვით ევროპის ისტორიაში უდიდესი და ყველაზე საამაყო გოსპოდარი მოღალატე თვისტომთა შეთქმულების მსხვერპლი გახდა, მაგრამ მოღალატეებმა ვერ მოკლეს ევროპის დრაკონის ხსოვნა მადლიერ ხალხში. ის ლეგენდად იქცა და ღირსეულად შეაბიჯა მარადისობაში. ჩაქმულის ქანდაკებები. მექსიკაში იუკატანის ნახევარკუნძულის ქალაქ ჩიჩენ-იცაში მდებარე მეომართა ტაძრის წვერზე ქვის შთამბეჭდავი ქანდაკება ჩამოწოლილა. ის დაახლოებით ახალი წელთაღრიცხვის 950 წლებით თარიღდება და შესაძლოა ტოლტეკების წვიმის ღმერთს გამოხატავდეს. ასეთი ქანდაკებები იუკატანის ნახევარკუნძულზე გამოჩნდა სწორედ ახალი წელთაღრიცხვის მე-9 საუკუნიდან. მათ შორის ყველაზე ცნობილ ქანდაკებას, რომელიც მეომართა ტაძრის წვერზეა, კერძე ჯამი უდევს, რომელშიც სავარაუდოდ რელიგიური ცერემონიების დროს მსხვერპლად შეწირული ადამიანების გულებს ათავსებდნენ. ეს სახელი ჩაქმული ან ჩაქმული ქანდაკებას ფრანგმა არქეოლოგმა ოგიუსტ ლე პლოჟენმა შეარქვა, რომელიც მე-19 საუკუნის 60-იან წლებში ჩიჩენ-იცას შეისწავლიდა. პლოჟენის მტკიცებით ეს სიტყვა ღმერთ ვეფხვს ნიშნავდა. დღეს ამ ტიპის ყველა ქანდაკებას ჩაქმულებს უწოდებენ. მეომართა ტაძარი ასობით მოჩუქურთმებული სვეტითაა გარშემორტყმული. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ჩაქმულის ქანდაკებები მომაკვდა მეომრებს გამოხატავდნენ, რომელთაც ღმერთებისთვის დედამიწის ამბები მიჰქონდათ. ლეშანის გიგანტური ბუდა. ბუდას მსოფლიოში უდიდესი ქანდაკება სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, ქალაქ ლეშანთან მდებარე ლინგვინის მთაზე კლდეშია გამოჭრილი. 71 მეტრიანი გიგანტური ბუდას გამოჭრა ახალი წელთაღრიცხვის 713 წელს დაიწყო და 90 წლის შემდეგ დასრულდა. ქანდაკება იმდენად დიდია, რომ მარტო ბუდას ხვირი საშუალო სიმაღლის ადამიანზე სამჯერ მაღალია. თავდაპირველად ბუდა 13 სართულიანი შენობის შიგნით იდგა, მაგრამ შემდგომში შენობა განადგურდა. ჩინელებს სწამდათ, რომ ეს უზარმაზარი ბუდა იმ მეთევზეთა მფარველი იყო, რომელთაც მის წინ გაწოლილ მდინარეებში, მინ იანში, დადუ ჰეში და დინუი იანიში თევზჭერით გაჰქონდათ თავი. სამწუხაროდ, მოგვიანებით ეს წმინდა ადგილი ტყეებმა დაფარა, თუმცა ის აღადგინეს. დღეს გიგანტური ბუდას ქანდაკება კულტურული ნაკრძალის ნაწილია და მას ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ასე დასრულდა პირველი ათეული იმ საინტერესო ამბების შესახებ, რომლებიც აუცილებელია რომ ვიცოდეთ. კოდის მომდენო ვიდეოში კიდევ ერთ ათეულს წარმოგიდგენთ არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხებით. ამ ერთგვარი ენციკლოპედიური სახის ვიდეოების მომზადებას მომავალშიც გავაგრძელებ. მე კი შენთან ერთი თხოვნა მექნება. მოიწონე ეს ვიდეო, დააკომენტარე და გამოთქვი შენი მოსაზრება ნანახთან დაკავშირებით და რაც მთავარია, გამოიწერე კოდის YouTube არხი. ეს ამ პროექტის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია. თქვენგან იმ მხოლოდ უმცირესი ძალისხმევა ამისთვის საჭირო. თანამშრომლობისა და იდეების გაზიარებისთვის კი მოგწერე მეილზე, რომელიც რამდენიმე წამში ამონაცდება.